ახლა კი უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ექსპორტიორებისთვის, იმპორტიორებისთვის და ტრანზიტის პროცედურაში ან სხვა საბაზრო ფორმალობებში ჩართული პირებისთვის, რადგანაც საკითხი ეხება საზღვრის კვეთის გამარტივებულ წესებს და ურთიერთ აღიარებულ გარანტიებს. საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი გახდა 1 თებერვლიდან ჩვენი ქვეყანა შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციას და ასევე საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას. რის შედეგიც უნდა იყოს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ტვირთბრუნვის გაადვილება. უფრო დეტალურად, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ამ სისტემაში ჩართვა, რას ცვლის ეს სატრანზიტო პროცესში და რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა. მოგესალმებით ბატონო ზურაბ და მადლობა ასეთ დილას რომ გვესტუმრეთ გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ ზურაბ, მინდა დავიწყო მაინც უფრო გასაგები რო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, რა სისტემაზეა საუბარი, რას წარმოადგენს ეს სისტემა, რამდენი სახელმწიფოა ჩართული და რას გულისხმობს, როგორ მუშაობს, ანუ რომ დავინახოთ, რას მიუერთდით და რა დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ბიზნესისთვისაც. კი ბატონო, ეს არის კომპიუტერიზებული ახალი სატრანზიტო სისტემა, რომელიც მოიცავს 36 ქვეყანას, ჯამში, მათ შორის ევროკავშირის 27 ქვეყანას, EFTA-ს წევრ ქვეყნებს და ასევე უკრაინას, დიდ ბრიტანეთს, სერბეთს და ასე შემდეგ. ჯამში ამ წარმოვიდგინოთ ერთიანი ქსელი, ამ ქსელში გაერთიანებულია 36 ქვეყანა, მათ შორის უკვე 1 თებერვლიდან უკვე ჩვენ საქართველოს უკვე ჩანვართ ამ საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში. და ეს იყო ჩვენი ვალდებულება, ასე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რომელიც რამდენიმე წლიანი, ასე ვთქვათ, მუშაობის შედეგად, თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მივახციეთ და უკვე 1 თებერვლიდან ჩვენც ამ სისტემის ნაწილი გავხდით. რა გაკეთდა ამას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდეთ და თვითონ ეს სისტემა რას გულისხმობს, რა ტიპის მონაცემების გაცვლას გულისხმობს, როგორ მუშაობს, ანუ ამ 36 პლუს უკვე ერთი ჩვენი ქვეყანაც რა მონაცემებს ცვლიან და ამ სისტემაში გაწევრიანება სახელმწიფოსთვის, როგორც სატრანზიტო ჰაბისთვის რას ნიშნავს? სახელმწიფოსთვის, როგორც სატრანზიტო ჰაბისთვის ეს არის ძალიან დიდი მოვლენა, შემიძლია პირდაპირ თამამად თქვა, იმიტომ რომ აღნიშნული სისტემა და აღნიშნულ სისტემაში ჩართვა კიდევ უფრო აძლიერებს და ხაზს უსვავს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, მის, ასე ვთქვათ, სამომავლო სიმყარეს და ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. თუ რატომ ამას ავხსნი, რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა? ადრე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიმართულებით მიდიოდა ტვირთები და უშუალოდ ევროკავშირისკენ, იგი აუცილებლად რომელიღაც ქვეყანაში აუცილებლად ერთვებოდა ამ სისტემაში და აუცილებლად იქ იღებდა საქართველოსთან როდესაც გადიოდა, იმიტომ რომ საქართველოს არ იყო ამ სისტემაში მიერთებული. შესაბამისად, დაუშვათ თურქეთში, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში უწევდათ ექსპორტიორი, იქნებოდა თუ ტრანზიტის განმახორციელებელი კომპანია, თურქეთში დაექირავებინა შესაბამისი საბროკერო ფირმა, აიღო თურქული გარანტია, წარედგინა იქ გაეხორციელებინა ეს ყველა ფორმალობები და შემდეგ გაეგრძელებინა გზა ევროკავშირისკენ. ეხლა უკვე ამ ყველაფერმა გადმოიწია საქართველოში და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი გარანტიით და ერთი საბაჟო სატრანზიტო დეკლარაციით ტვირთს უკვე შეუძლია შეუფერხებლად გაიაროს ყველა ეს ქვეყანა და მაგალითად თუ მიდის საფრანგეთში ჩავიდეს ისე საფრანგეთში საქართველოში დაბეჭდილი ერთი დეკლარაციით რომ მას არც ერთ ქვეყანაში გაჩერება აღარ მოუწევს, ახალი დამატებითი ფორმალობების განხორციელება არ მოუწევს, ახალი გარანტიების წარდგენა არ მოუწევს. აი ამას და ანალოგიურად, როდესაც წამოვა თქვათ ევროკავშირიდან ტვირთი საქართველოზე, ეს იქნება ტრანზიტულად. მაინც თურქეთში ჩერდებოდნენ, ხო, მაშინაც, როდესაც მოდიოდნენ. თუ საზღვაო გზით მიდიოდნენ, მაშინ უწევდათ ან რუმინეთში, ან ბულგარეთში სასაბამისად, რომელ ქვეყანაშიც პირველი მოხდებოდა, იქ უწევდა ამ ფორმალობების გაწევა. აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე საქართველოს საბანკო გარანტია, ასე ვთქვათ, გამოიყენება, აქ ან სადაზღვეო გარანტია გამოიყენება და ქართულ კომპანიებს, ქართულ ბიზნესს შეუძლიათ, რომ ამით მაქსიმალურად ისარგებლონ, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, იმიტომ რომ თუ გუშინ ეს შემოსავლები, ეს პოტენციური შემოსავალი ჩვენ ქვეყანაში ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ სისტემის ნაწილი არ ვიყავით, დღეს უკვე ამ კომპიუტერიზებული სისტემის ნაწილი რადგან ვართ, უკვე ჩვენი საგარანტიო სფერო, საგარანტიო ბიზნესიც, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ბანკი იქნება თუ სადაზღვეო კომპანია, ისარგებლებენ და ბევრ ფინანსურ ბენეფიტსაც მიიღებენ.
ანუ არ არის ეს მხოლოდ ვთქვათ ბენეფიტი დროის და თანხის დაზოგვის მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უშუალოდ გადაზიდვებში არიან ჩართულები. ხო თქვენი ეს თქვით. ანუ პარალელური და მონათესავე ბიზნესიც მეტნაკლებად არის პირდაპირ უკავშირდება მათაც. 1 თებერვლიდან ჩავერთეთ ამ სისტემაში. უკვე გვაქვს თუ არა პრეცედენტი, როდესაც აი ერთიანი სისტემის ფარგლებში გაცემული დეკლარაციით გადმოკვეთა საზღვარი ტვირთმა და შემოვიდა საქართველოში, ან საქართველოს გავლით წავიდა უკვე სხვა ქვეყანაში, ან საქართველოში გავეცით თუ არა უკვე პირველი დეკლარაცია. 1 დეკემბრიდან მიუხედავად იმისა, რომ ჩავერთეთ, მაინც სჭირდება ადამიანებს აღიქვან ის, რომ უკვე ჩართული ვართ, ჩანვართ სრულფასოვნად ამ დეკლარაციაში, მათ შორის ჩვენ კონტაქტი გვაქვს სრული ევროკავშირთან, ოპერატიული კონტაქტი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან და მათაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ეხა გამოჩნდა, თქვენიცით ეხა ევროკავშირში ცოტა უფრო ცოტა ისე სწრაფად არ არის ხოლმე, რომ მეორე დღესვე დაიწყონ ამ დეკლარაციების სისტემაში ასახულია და ჩვენ უკვე დღეს ხვალ უკვე ველოდებით 1 მერცხლებს ამ სისტემაში, რომელიც ასე ვთქვათ განახორციელებს ოპერაციებს. მე ველოდებოდი, რომ იქნებ დღევანდელ ეთერს დამთხოვოდა ეს პირველი დეკლარაცია. რაც შეეხება ჩვენთან ჯერჯერობით არ მოუმართავთ. არც ჩვენთან არ გაცემულა. ჯერჯერობით არ მოუმართავთ, იმიტომ რომ აქ სადაზღვეო კომპანიებს, იმიტომ რომ აქაური გარანტია ხუნა იყო, ჩვენ რომ მოგმართონ ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ამის გასაცემად. მაგრამ სადაზღვეო კომპანიები უკვე ბოლო ეტაპზე არიან მომზადების, რომ თავის პარტნიორებს დაუკავშირდნენ სხვა ქვეყნებში და უკვე მზად არის. მე როგორც ვთქვი, თურქეთის მიმართულებით უკვე მზად არიან სადაზღვეო კომპანიები, რომ გასცენ ქართული გარანტია და სულ მოუთქველად ველოდებით, როდის იქნება პირველი დეკლარაცია. ჩვენ საოცრებად რაღაცნაირად ესე ამ პულსზე გვიდევს ხელიდან, დიდი ინტერესით ველოდებით. ბატონ ზურა, ასევე მინდა გკითხოთ, აი რაზე საუბრითაც თქვენ მინიშნებითაც დაიწყეთ, ხო? პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთო ამ შედეგისთვის, რომ მიგვეღწია. 2024 წლის 19 დეკემბერს განაცხადეთ მოხდა თანხმობის გაცემა ამ კონვენციებთან მიერთების. აი მანამდე რა გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ნაბიჯამდე მივსულიყავით და რა იყო ის კრიტერიუმები და ვალდებულებები, რაც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა იმისთვის, რომ ეს უფლება, ასე ვთქვათ, მოეპოვებინა და ამ სისტემაში ჩართულიყო. კი ბატონო, იყო ასეთი დათქმები. რა თქმა უნდა, იყო და ძალიან ბევრი არაერთი დათქმა იყო. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2018 წლიდან. 2018 წლიდან მოყოლებული ჩვენ სისტემატურად მუშაობთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სხვადასხვა მიმართულებით. აქ პირველ რიგში იყო კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი სრული ჰარმონიზაციაში მოყვანა. შესაბამისი რეგულაციებს და უამრავი კანონში შევიდა ცვლილება ამ მიმართულებით კანონქვემდებარე აქტში. შემდეგ იყო უკვე ტექნიკური ნაწილი და ვთქვათ ჩვენი ტექნიკური მზაობა და ახალი პროგრამის დაწერა მთლიანად, რომელიც ასევე ორხრივი თანამშრომლობით მოხერხდა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხერხდა მთლიანად ამ NCTS ახალი სისტემის დაწერა. შემდეგ მიდიოდა ამ სისტემის ტესტირება, მოხდა თანამშრომლების გადამზადება და ახლობით 300 თანამშრომლამდე გადავამზადეთ ფუნდამენტურად, მათ შორის იყო ნაწილი, რომელიც არა მარტო საქართველოში ასევე საზღვარგარეთ გაეცნენ ჩვენი კოლეგების პრაქტიკას ადგილზე და შემდეგ ყავდა ჩვენ უკვე არაერთი მისია ევროკავშირიდან, რომლებმაც შეაფასეს მონიტორინგის მისიები, რომლებმაც შეაფასეს ჩვენი გაწეული სამუშაო, იყო პრემონიტორინგი და ბოლოს უკვე მონიტორინგის მისია, რომლებმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ყველა ეს კომპონენტი აქ არის, უსაფრთხოების კომპონენტი აქ არის, როგორც აღნიშნე კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია, სისტემის სრული ჰარმონიზაცია ევროკავშირის სისტემებთან, მათ შორის ინფორმაციის ონლაინ გაცვლის საშუალებები, რომ ეს მოხდეს უსაფრთხოდ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეფასდა და ჩვენ მივიღეთ თანხმობა საბოლოო დადებითი გადაწყვეტილება. ბიზნესის ალბათ იყო ჩართული, ხო, ინფორმირების ნაწილში, გადამზადების ნაწილშიც იყო და ძალიან ბევრი ინტერესია. მათ შორის ჩვენ შევქმნით სპეციალური მინდა ვაცნობო მაყურებელს ბიზნესსაც, რადგან ისმენენ ამ ყველაფერს, რომ ჩვენ შევქმნით სპეციალური დანაყოფი ამ ნაწილში, საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, ამ სამმართველო 24 საათიან რეჟიმში მზად არის, რომ კიდევ ერთხელ დაეხმაროს ბიზნესს, ყველა საჭირო კითხვა თუ რაც ექნებათ, მათ შორის არსებობს help desk-ი 24 საათიანი ესეც 7 დღის განმავლობაში კვირაში, რომელიც ნებისმიერ ზარს, ნებისმიერ ონლაინ საშუალებით დაკავშირების შემთხვევაში მოახდენს შესაბამისი პასუხების გაცემას ბიზნესისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით პირველ დეკლარაციას. როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, ჩვენი სტუმარი იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.